ჩვენთან ერთად მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ამ განცხადების შემდეგ ცალსახად ვთქვათ, რომ ქართული ოცნება არ დაელოდა, ასე ვთქვათ, აგვისტოს ბოლოს მათთვის ამ 8 რეკომენდაციის შესასრულებლად განსაზღვრულ ვადას და უკვე უპასუხა მტკიცე უარით ევროკავშირს, რომ არანაირ რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ, ყოველ შემთხვევაში არ აპირებენ იმ კანონების უკან წაღებას, რომელიც სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათ და ევროპა ამბობს, რომ ეს არის დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელი. ახლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვა ხომ, რომელიც შეიძლება ნებისმიერს გაუჩნდეს ჩვენს ქვეყანაში, რა იქნება მაშინ, როდესაც ევროკომისიის მიერ დათქმული ვადა ამოიწურება, ანუ აგვისტოს ბოლო გავადა დადგება სექტემბერი. ქალბატონებმა დღევანდელი განცხადება ალბათ უფრო ღირებული არის მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ოცნების მხრიდან შეიძლება რაიმე შემოbrunება, რაიმე დათმობა რაიმე შესმენადობა იყოს ან მიმღებლობა ევროკავშირის და ევროპული თემის მოწოდებების მიმართ. სხვა მხრივ მე რომ ჩემი ნება იყოს არ ჩამითვალოთ ზედმეტ ორიგინალურობაში, საერთოდ ქართულ მედია სივრცეს მოუწოდებდი დღეს, რომ ამ განცხადებაზე არც კი ისაუბრონ, იმიტომ რომ ჩვენ ახალი არაფერი გაგვიგია, არამედ ეხლა ბატონი კობახიძე საუბრობს ევროპის გამოჯამთელებაზე და უსურვებს ევროპას გამოჯამთელებას მაშინ, როდესაც საკუთრივ ეს განცხადება არანაირი სიჯანსაღით არ გამოირჩევა, არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად და არც რაიმე სხვა გაგებით. ამიტომ ყველაზე კარგი პასუხი ალბათ ამ შემთხვევაში იქნებოდა აი ზედმეტი ყურადღების არ დათმობა, არ მიწნა ამ განცხადებისადმი, ვინაიდან პირადად ჩემთვის და ალბათ იმ ადამიანების, რომლებსაც არ გახსნის წინ თუ არა შედარებით საკმაოდ დროის მანძილზე უკვე დაასკვნეს, რომ ეს პოლიტიკა არ არის მხოლოდ განცხადებიდან განცხადებამდე, ეს გეზი არ არის მხოლოდ დღიდან დღემდე ან თვიდან თვემდე. დღეს უკვე ეს არის გარკვეულწილად სისტემას შემქმნელი ხაზი, რომელსაც ოცნება არ გადაუხებს მანამ სანამ. ეხლა მთავარი კითხვა ალბათ ამ შემთხვევაში არის მანამ ძალიან ბევრს ეკრანთან რომ რა არის მანამ სანამ. ხო. მანამ სანამ ჩემი აზრით არის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად წინააღმდეგობის ნებისმიერი ხვრელის თუ ნებისმიერი წყაროს ამოქოლვა და სულ ამას ვიმეორებ, რომ წლის ბოლოსთვის გარკვეულწილად აი ამ გეზის გაფორმალურება. ეს არის ჩემი მოლოდინი. ეს მოლოდინი შეიძლება იყოს ან ოცნების გადმოსახედიდან ევროპის მიმართულებით, რომ ან ოცნება მთხვას პირველმა, რომ საქართველოს ეხსნება ევროატლანტიკურ გზას და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ან საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ევროკავშირს ათქმევინოს, რომ ჩვენ გადავიღალეთ საქართველოს და ჩვენ საქართველოს მივიჩნევთ როგორც უპერსპექტივო საკითხს. ამიტომ ჯობია ჩვენ რესურსი მოვახმაროთ. აგვისტოს ბოლოს, იმიტომ რომ დათქმა ასეთია, ხომ თუ არ შესრულდება ეს რეკომენდაციები, აგვისტოს ბოლოს ჩვენ უკვე დავიწყებთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ საკითხის, აი მარტივად ვამბობ, გადახედვას, ანუ ეს მოლოდინი ჩდება, რომ სექტემბერში უკვე იქნება გამოხატული ნება, რომ რაღაცა შესაბამისი პროცედურების დაცვით, აი ამ ვადიდან, მაგალითად 1 იანვრიდან საქართველოს მოსახლეობა შეუწყდება მოქალაქეებს შეუწყდებათ ვიზოთ მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. ეს ადარდებს ევროკავშირს და ეს ადარდებს ევროკავშირის პარტნიორებს საქართველოში. ეს გვადარდებს ჩვენ, ვისთვისაც საქართველოს მიერ 3 ათწლეულის განმავლობაში გამრავლილი გზა არ გვინდა ჩაიაროს ამ გზამ უფუჭად, უშედეგოდ და ყოველგვარი ხელშესახები რეზულტატის გარეშე. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, როგორც ჩანს, არ აღელვებს ქართულ ოცნებას. მასთან დაახლოებულ გავლენიან ჯგუფებს. ანუ როგორ არ აღელვებს და ისე დავესესხები ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სხვათა შორის შანტაჟის იარაღად იყენებს ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ამან შესაძლებელია მღელვარება გამოიწვიოს და შესაბამისად მღელვარება იქნება მიმართული ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ აცნობიერებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას შესაძლებელია მოყვეს მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება, რაც შეიძლება გადაიზარდოს დეესკალაციაში. ჩემი აზრით, დღევანდელი განცხადება არის საინფორმაციო თვალსაზრისით პრევენციული ხასიათის მატარებელი, ვინაიდან მათ ყარათ აქვთ გადაწყვეტილი, რომ არანაირი შემფრთხილი ნაბიჯები არ იქნება გადათმული
არანაირი რეკომენდაციები ევროკავშირის მხრიდან არ იქნება გადადგმული, როდესაც ეს დაპირისპირება ევროკავშირსა და ევროპულ განწყობებს, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ევროპული განწყობა გაცილებით უფრო დიდი არის ვიდრე ევროკავშირი და ის თანაბრად მოიაზრებს როგორც ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, ასევე ქართული საზოგადოების პროევროპულად განწყობილ ნაწილს, როდესაც ეს დაპირისპირება გადავა გადამწყვეტ ფაზაში, ეხლა ნუ მკითხავთ ამ რა ფორმა შეიძლება მიიღოს, ეხლა ამაზე წინასწარმეტყველება ძალიან რთული არის, ოცნებას ჰქონდეს თავისი ლეგენდა, ოცნებას ჰქონდეს თავისი ფაბულა, ოცნებას ჰქონდეს თავისი საინფორმაციო კუთხით გამართლება. რატომ მოხდა, როგორ მოხდა და შესაძლებელი არის იმ დამატებითი წნეხის გამოსაყენებლად, რეპრესიული წნეხის გამოსაყენებლად, ასევე უკვე ამ თავითვე ის ამზადებს როგორც საკუთარ ამომრჩეველს, ასევე უმზადებს ნიადაგს საზოგადოებრივ განწყობას. აგუებს, ანუ საქართველოს მოსახლეობას, რომ შესაძლებელია ერთ ბრჭყალებში მშვენიერ დღეს დადგეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოცემულობა, რომ შეუწყდეთ მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. რასაც ქართულ ოცნებას ჩვენ ალბათ ვერ დავუწუნებთ, ეს სხვა საკითხი არის მოგწონს თუ არა. ეს არის გარკვეულწილად პროაქტიულობა საკუთარ საზოგადოებაზე, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის სახით, ერთგვარი ჰიბრიდული საინფორმაციო ომის წარმოებაში. აი სწორედ დღეს ჩვენ ვიხილეთ წინსწრებით ასეთი საინფორმაციო ფონის შექმნა, როდესაც ფონის დაბევების პირობებში, განწყობების დაბევების პირობებში შეიძლება გაამტყუნო ის, ვინც მართალია და შეიძლება გაამართო ის, ვინც მტყუარი არის. კი ბატონო, ანუ პირდაპირ შეთავაზება გაუკეთეს, რომელიც ალბათ გაგრძელდება დროთა განმავლობაში, უფრო მეტ სიმკვეთრეს და სიცხადეს შეიძენს ქართული ოცნების მხრიდან, რომ აირჩიოს საქართველოს მოსახლეობა ან ვიზა ლიბერალიზაცია და ომი, ან უბიზობა და მშვიდობა. ასე დააყენეს მათ საკითხი? დიახ, ვინაიდან ყველაზე რეალისტური გადაწყვეტილება აგვისტოს შემდეგ სექტემბერში ევროკავშირის მხრიდან არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, სხვა ასე ვთქვათ, გაიგივებას ევროპულ იდეასთან თუ არა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ოცნება ვერ მოახდენდა. და ქართული ოცნების პრემიერი რომ ყოფილიყო სხვა მოსალოდნელი კონტრზომები ევროკავშირის მხრიდან სხვას დასახელდებოდა. ერთი რამც ფაქტი არის, ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება იქნება, პერსონალური სანქციების შემოღება იქნება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გადახედვა იქნება თუ თუნდაც კანდიდატის სტატუსის უკან გაწვევა, ყველაფერი ეს გაიგივებული არის, ჯდება ანტიევროპულ რიტორიკაში და დღეს ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთხელ მორიგი სცენა თუ მიზანსცენა ასეთი საინფორმაციო ფონის, დეზინფორმაციული ფონის შესაქმნელად. ხო, მაგრამ აი მაინც უნდა გკითხოთ, თქვენ კითხვით, რომ ახლა ნუ მომთხოვთ რაღაცა წინასწარმეტყველებას იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ფონზე, თუ ამის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკვე ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილება გაცხადდება საჯაროდ და გარდაუვალი იქნება ამ გადაწყვეტილების აღსრულება. როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა გავლენა იქონიოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმიტომ რომ ოპოზიციის ნაწილში სწორედ ამის იმედი აქვთ, რომ მას შემდეგ რაც კიდევ უფრო ცხადი გახდება მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ აქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებზე, ასე ვთქვათ, კომპრომისულ ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს, ისინიც რომ დაკარგავენ, ასე ვთქვათ, ესეთ ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები დაკარგავენ რწმენას და იმედს, რომ ქართული ოცნება არაფრის დამთმობი არ არის, სწორედ აქედან დაიწყება ახალი მუხტი საპროტესტო, რომელიც წალეკავს ხელისუფლებას. მე ვერ გეტყვით ახლა ზუსტად ვერ გეტყვით ვინ რას წალეკავს, თუმცა მე რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ ეს არის გარკვეულწილად ცეცხლთან თამაში ოცნების მხრიდან და იმ სინდიკატის მხრიდან, რომელიც ოცნებას უკავშირდება. ერთი რამ, რაც მთავარი, ალბათ ამ შემთხვევაში ქალბატონოება, მთავარი არის ის, ჩვენ როგორ რეაგირებას მოვახდენთ. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მოვახდენთ არა მარტო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების კუთხით, არამედ საერთოდ შექმნილ ვიტარებაში ძირეული გარდატეხის შეტანის თვალსაზრისით. თორე რაც შეეხება ოცნებას, ჩემი აზრით ოცნება უკვე არაერთი წელია და არა ორი წელია მიუყვება თანმიმდევრულად გარკვეულ გეგმას და მე ასევე მრჩება წარმოდგენა, რომ ეს გეგმა არის არა მარტო ადგილობრივი წარმომავლობის, არამედ არის არაადგილობრივი წარმომავლობისაც. ან რას გულისხმობთ, ეს გეგმა არის წარმომავლობით ჩრდილოეთის და მე
ფიქრობ, რომ კითხვის დასმა, რომ რამდენად ქვეყნის შიგნით პროცესები იმართება მხოლოდ საქართველოს ფაქტობრივი თუ არაფაქტობრივი ხელისუფლების მხრიდან და ხომ არ არის ამ მართვაში რამე გარე შეელემენტები თანამონაწილენი ხომ არ არიან, ეს არის აბსოლუტურად საფუძვლიანი შეკითხვა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ძალიან ზომაზე მეტად და სწორად გასაგებია კონცენტრირდებით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ის მოვლენები, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ეს არ არის მხოლოდ ოცნების მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნება, არ შენარჩუნების საკითხი. ეს არის ჩემი აზრით რეგიონში მოსალოდნელი დიდი გეოპოლიტიკური გადალაგების საკითხი. ჩემი აზრით ეს გადალაგება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მეტად საინტერესო პროცესების ფონზე მოძრაობს ახალი წონასწორობის წერტილის იდენტიფიცირებისაკენ და იმ მომენტისათვის, როდესაც მხარეები, ძირითადი მოთამაშეები, როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთის ფედერაცია და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან დააფიქსირონ წონასწორობის ახალი წერტილი, საქართველოში უნდა იყოს იმ გეგმის მიხედვით, მე ვარაუდობ, იმ გეგმის მიხედვით შექმნილი შესატყვისი ვითარება, რომ გადანაწილების დროს ჩვენ მოხვდეთ ამ გეგმის ავტორთა მიხედვით გამყოფი ხაზის სათანადო მხარეს. ანუ თქვენ ისე საუბრობთ შესაძლო განვითარების მოკლედ რო ვთქვათ, სხვა ვარიანტია და სხვა სცენარის სხვა ვერსია არ არსებობს. ან გარდაუვალია ეს პროცესი, არავის და არაფერს არ შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი და არ მივიდეთ მაგალითად ისეთ მძიმე გადაწყვეტილებამდე საქართველოსთვის, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის შეჩერება, რომლის აღდგენასაც წლები დაჭირდება. ეს საუკეთესოდაც რომ განვითარდეს ძალიან სწრაფად მოვლენები შეიცვალოს ხელისუფლება, მოვიდეს დასავლური ორიენტაციის და ღირებულებების მქონე ხელისუფლება სათავეებთან, წლები დაჭირდება იმ არსებული სტატუს-კვოს დაბრუნებას, რაც დღეს საქართველოს აქვს, გინდაც კანდიდატის სტატუსით და გინდაც ვიზა ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ანუ აი გარდაუვალია ეს პროცესი თუ კიდევ არის რაიმე, რასაც შესწევს ძალა ეს პროცესი შემოაბრუნოს. თუნდაც არ ვიცი, თუ შიდა წნეხი არ არის ჯერ სათანადოდ მომზადებული ამისთვის იმ სიძლიერით, ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი აქტი, რისთვისაც ოპოზიციის ნაწილი ძალისხმევას არიშურებს და ახლაც იქ არიან. მესმის თქვენი კითხვის პათოსი და მესმის მოლოდინი, რომ ამ ჯერზე მაინც გინდათ ჩემგან რაიმე პოზიტიური გაიგონოთ და მე პოზიტიურად გიპასუხებთ, რა თქმა უნდა. დამოკიდებული არის დასავლეთის მზაობა არ ჩარჩეს კომფორტის ზონაში, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების პროცესში, ან ურთიერთობის პროცესში, იყოს რაც შეიძლება ნაკლებად ტრანზაქციური საგარეო საკითხები, ან გავლენათა სფეროები, რაც შეიძლება ნაკლებად დაუქვემდებაროს გავლენათა სფეროების დაყოფას და გადანაწილებას და გაახსენდეს უფრო მეტად, რომ დასავლეთი თუ რაიმეთი გამოირჩევოდა ჩვენ სამყაროში, ეს იყო პირველ რიგში ფასეულობები, ეს იყო პრინციპებისადმი ერთგულება და არა, ესე ვთქვათ, კომოდიტიზაცია, როგორც ვამბობ, საგარეო პოლიტიკის, ესე ვთქვათ, აი სასაქონლო ბირჟად ქცევა და ვაჭრობის საგნად გადაქცევა. ეს არის ერთი უმთავრესი, ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს საკმაოდ დამაიმედებელი სიგნალები ევროპი და ევროკავშირის მხრიდან, როდესაც ახალი თაობის ევროპელი ლიდერები წამოვიდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში და გარკვეულწილად ეს ტრიადა, რომელიც დღეს ევროპაში წამყვანი არის მაკრონის სახით, სტარმერისა და მეცის სახით, ალბათ ახალი ევროპის ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვინმესთვის მკრთალ, მაგრამ დამაიმედებელ სურათს ქმნიან. ეს არის შეერთებული შტატები პირველ რიგში და ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც მე გარკვეული დათქმები გავაკეთე ტრანზაქციურობასა და ფასეულობებისადმი ღირებულებების თვალსაზრისით, მე მაინც ფრთხილ ოპტიმიზმს ვირჩევ და ვამჯობინებ ტრამპის ამჟამინდელ ადმინისტრაციას მიმართებაში. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი მოლოდინები, მაგრამ ამ მოლოდინებში უნდა ვიყოთ ზომიერად ოპტიმისტურები. მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ეს ადმინისტრაცია საით გადაიხრება ჩვენთვის საჭირო მომენტში. რა თქმა უნდა, მთავარი შემოქმედი და მთავარი კონტრიბუტორი საკუთარი ბედის ქმნაში ეს არის ქართული საზოგადოება, ეს არის ქართველი ამომრჩეველი. ჩვენ ერთხელ და საბოლოოდ უნდა მოვეშვათ ერთ მთავარ კომპლექსს, რომელიც ახასიათებს ჩვენნაირ არც თუ ბოლომდე სახელმწიფოებრივად განვითარებულ ერებს. ეს არის გეოპოლიტიკური ძიძის ძებნა, ეს არის საკუთარი ბედის დელეგირება, აუთსორსინგი, ალბათ ჩვენი თავმოყარეობა და პატივმოყარეობა და
და ჩვენი პარტნიორების თვალშიც პატივისცემის დამსახურება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი ბედი ჩვენივე ხელით აქ შევქმნათ ადგილზე და არა მოლოდინში ვიყოთ რაღაც სასწაულის გარედან. უფრობის გასაგონად ამბობთ ოპოზიციის, ანუ ძიძას ვინ ეძებს ქართული ოცნება თავის განცხადებებში მუდმივად ამბობს, რომ ჩვენ რაღაცა გამოვედით იმ რაღაცა საბჭოური ნომენკლატურიდან, როდესაც ქვეყნები რაღაცა ერთი დირექტივით იმართებოდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივი ინტერესები და ვიმოქმედებთ სწორედ ამ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არა მაგალითად ევროკავშირის თუნდაც ევროკავშირის კარნახით. აი ოპოზიცია მუდმივად ეძებს მხარდაჭერას განსაკუთრებით სწორედაც, მაგრამ თქვენ კითხვაზე მე პასუხს რომ არ გავექცე, თქვენ დასვით კითხვა შემდეგი სახით. ეს მოწოდება ვისი მისამართით არის? ეს მოწოდება არის ყველა იმ აქტორის მისამართით, ვინც თანამონაწილე არის და თანამოზიარი არის ქართული შიდა პოლიტიკური პროცესის. ეს არის ქართული ოპოზიცია, ეს არის ქართული სამოქალაქო სექტორი, ეს არის ქართული ოპოზიციური მედია და ნებისმიერი სხვა. ეხლა თუ მოითხოვთ ჩემგან უფრო მწვავედ ჩავშალო საკითხი, ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ქართული რეალობა რაღაც შენობად. ჩემი აზრით ამ შენობის კონკრეტული ბინადარი არის ქართული ოცნება, მაგრამ არა მარტო. ამ შენობის კონკრეტული ბინადარი მათ შორის არის ქართული სამოქალაქო სექტორიც, ქართული ოპოზიციური სპექტრიც. და თუ ჩვენ ამ შენობის განახლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ცალკეულ ბინებს ვერ შევეხებით მარტო. ჩვენ ყველა ბინა უნდა დავიაროთ, ყველა ბინადარი უნდა მოვიკითხოთ და ვკითხოთ რაოდენ მზიანი არის ისინი, რომ ქმნან ხვალინდელი დღის პოლიტიკა. და არა გააგრძელონ იმ სტერეოტიპებით და კლიშეებით, რამაც გარკვეულწილად ისინი თანამონაწილე გახადა და შემდეგ უკვე მძევალი იმ რეალობისა, რომელსაც ჩვენ დღეს ყველანი ვიმგით. ანუ პასუხისმგებლობას დღეს არსებულ შედეგებზე ოპოზიციასაც აკისრებთ, ანუ რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს სახელისუფლებო ბერკეტი და ჩვენ ხო ამ თემებზე ძალიან ხშირად ვისაუბრია, რომ ოპოზიცია ალბათ უნდა ყოფილიყო უფრო მეტად საზოგადოებრივი მოჭიდების, საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მოპოვებაზე ორიენტირებული, ოპოზიციის საკომუნიკაციო პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში განიცდიდა წარუმატებლობას, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ხშირად, რომ ოპოზიციურ პარტიებში ჩემი აზრით არ იყო გამორჩეული ორი პრინციპი, ერთი შიდა დემოკრატიის და მეორე მერიტოკრატიის, რაც ოპოზიციის ახალ სახეს შექმნიდა, ეს მე ხო შემიძლია ჩემი აზრით ჩამოვიყალიბოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემთვის მთავარი არის ამ შემთხვევაში, რომ ქართულმა პოლიტიკამ ტრაიბალიზმის მდგომარეობიდან გადაინაცვლოს ხვალინდელი დღის პოლიტიკაში. თუმცა ხვალინდელი დღის პოლიტიკა ატარებდეს ნაციონალიზმის ნიშნებს და ნაციონალიზმში ცუდი არაფერი არ არის. აი ქართული ოცნების მესვეურებს მინდა უთხრა. ნაციონალიზმი საკმაოდ ჯანსაღი მიდგომა არის. მათ შორის მცირე ერისხოვანი კომპაქტური ერების გადმოსახედიდან, მაგრამ ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რა ჩვენ დღეს მოვისმინეთ, ამას ნაციონალიზმთან, სახელმწიფოებრივ ნაციონალიზმთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს არის ტრაიბალიზმი. ეს არის ტრაიბალიზმი, პროვინციალიზმი, ფეოდალიზმი ერთად ერთნარევში თამოყრილი და ამიტომაც ჩემი მოწოდება არის რა, რომ თუ ჩვენ საუბრობთ ხშირად არა მარტო დღევანდელობაზე, არამედ ხვალინდელ დღეზე, აი ხვალინდელმა დღემ უნდა გაამართლოს დღევანდელი დღის ცვლილებები. მე სიმართლე რო გითხრათ, ხანდახან ვშიშობ კიდევაც, აი ხვალ რო დაადგეს ის სანატრელი ცვლილება. რა ხდება მერე? რამდენად მომზადებული ცვლილება ზოგადი სახით რა. რამდენად მომზადებული შეხვდებით ჩვენ ეგრეთ წოდებულ სწრაფ გამარჯვებას. სწრაფ გამარჯვებას ხომ არ შეხვდებით ჩვენ იმდენად დაბნეული, იმდენად დეზორიენტირებული, იმდენად არამოდერნიზებული და კულტუროლოგიურად ჩამორჩენილი, რომ შეიძლება გამართლება მოახდინოთ იმისა, რასაც დღეს ვისმენთ. ამიტომ ჩემი მოწოდება არის, რომ დღევანდელი რეალობის კრიტიკასთან ერთად და ეს კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი ყველა ფიგურანტის მიმართ, ჩვენ უკვე თამამად საუბრობდეთ, რა მოყვება ამ ცვლილებებს, როგორი იქნება შემდგომი თავი, როგორი იქნება ის, რაც ჩვენ უკვე ვთქვით, ხვალინდელი დღის რეალისტური შესაძლებლობების ქართული პოლიტიკა. თუმცა დღეს რასაც ვხედავთ, ურთიერთდაპირისპირებული ოპოზიცია, სადაც ერთი ჯგუფი საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ოპოზიცია გამოეთიშოს 4 ოქტომბრის არჩევნებს, რადგან უფრო მარტივად მოიპოვოს გამარჯვება. მეორე ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ეს სურს ბიძინა ივანიშვილს. თვითონ გაეცით კითხვაზე პასუხი, როცა იგითხეთ ქართულ ოპოზიციაზეც ვისაუბროთ, როგორც
უნებლიე თანამონაწილეზე, უნებლიე თანამესაკუთრეზე იმ რეალობისა, რომელიც შეგვექმნა ჩვენ და აი ეს ახლა თქვენ ფაქტი რაც აღნიშნეთ, რა თქმა უნდა ეს არაპირდაპირი მტკიცებულება არის, რომ დღევანდელ აი ამ ვთქვათ სიურრეალიზმში, რომელიც ერთგვარად აი ამ ტრაიბალიზმისა და ვაქხანალის მომასწავლებელი არის და ძალიან ახლოს გავს ყველა თავის ნიშან-თვისებით, ასევე თანამონაწილე არიან სხვა ფიგურანტები, არა მარტო ოცნება, არამედ მედიის მეორე მხარე. ის ოპოზიცია, რომელიც მიუხედავად ჩემი გარკვეული სიმპათიებისა კონკრეტული პიროვნებების მიმართ, სტრუქტურულად, ორგანიზაციულად საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის კუთხით ვერ გამოირჩევა საკმარისი კონკურენტუნარიანობით და ვერ გამოირჩევა პოზიტიური დღის წესრიგის ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმედ ხდება ოპოზიცია როგორც სირთულეებს, ასევე მოსალოდნელ ცვლილებებს. არაპოპულარული არის ის მე რასაც ვამბობ, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა თვისობრივი განახლება და არა ის, რომ კონკრეტული ფიგურანტები ჩავანაცვლოთ სხვა ფიგურანტები და წავიდეთ ახალ წრეზე, მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ განახლებაზე თავიდან ბოლომდე და არა მხოლოდ ნაწილობრივ. კი ბატონო. აი ამ განახლების პროცესში ბევრჯერ მიკითხავს, მაგრამ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი რჩება ამ პროცესში, ბევრისთვის მაინც ბოლომდე გაუგებარი დარჩა მისი ბოლო განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ არც აქტიური ბოიკოტი და არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ეს შეკითხვა მგონი ჰაერში გამოკიდებული დარჩა. არც თუ იმას მიუწვდება ხელი, შეიძლება მასთან კომუნიკაცია აქვს უშუალო, შეიძლება დააზუსტებინოს, მას რა არის საუკეთესო გამოსავალი და არის თუ არა ის რესურსი სალომე ზურაბიშვილში, რომელიც დღემდე არ გამოუყენებია იმისათვის, რომ ოპოზიციამ რაღაცნაირად შეძლოს ერთი კონკრეტული ამოცანის გარშემო კონსოლიდაცია, რაც შემდეგ უზრუნველყოფს მის გარშემო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდაციას, თორე აგერ ბოლო დღეებია ოპოზიციური ლიდერებისგან გვესმის განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე ქართულ ოცნებას ძალიან ბევრი ამომრჩეველი ყავს, იმდენი, რამდენსაც არ იმსახურებს და მათი ამოცანაა ამ არჩევნებში მონაწილეობით ეს ამომრჩეველი წაართვას. დიახ. თქვენ ქალბატონ სალომეზე იკითხეთ, მე ესე გეტყვით, რომ მე მრჩება შტაბეშტილება, რომ ქალბატონი სალომე ჯერ კიდევ პროცესში არის, რომ საკუთარი მისთვის ღირსეული კუთვნილი ადგილი იპოვოს. მოდით ასე გიპასუხებთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ის რესურსი, რაც მას ქვეყნის გარეთ აქვს, ჯერჯერობით სათანადო ასახვას შიდა პოლიტიკურ პროცესში სამწუხაროდ ვერ პოულობს. ამიტომ ჩემი სურვილი იქნება, რომ ეს რაღაცა ვთქვათ სიმეტრიაში, პროპორციაში მოექცეს. ეს ერთი და მეორე ისევ გამომდინარე მისდამი ჩემი პატივისცემიდან, გამომდინარე იმ ღვაწლის აღიარებით, რაც მას აქვს ქართული სახელმწიფოს წინაშე, სუმცირე ეს განცხადება, რომელიც თქვენ აღნიშნეთ ბოლო, ასევე დელიკატურად აღნიშნა, რომ ეს განცხადება მოითხოვს მისი მხრიდან დაზუსტებას. ჩემი აზრით, შინაარსობრივად ის ბადებს გარკვეულ კითხვებს, 2 მაგ წაკითხვას, 3 მაგ, 4 მაგ წაკითხვას და ასე რომ დაზუსტება და შემდგომი განმარტება მეტად სასურველი იქნებოდა ქალბატონის სალომესთან. თქვენც დაგაზუსტებინებთ, ანუ როდესაც თქვით, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ ვერ იპოვა, მე როგორც მივხვდი, საკუთარი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს ის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ვინ შეიძლება ამაში დავადანაშაულოთ, თვითონ სალომე ზურაბიშვილი თუ ოპოზიცია, რომლის მხრიდანაც არ მომხდარა მისი როგორც პოლიტიკური ლიდერის სათანადოდ აღიარება, ანუ რაშია პრობლემა, რატომ ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ ვერ პოულობს ის საკუთარ, ასე ვთქვათ, ადგილს ამ პოლიტიკურ ველზე. ამა თუ იმ საკითხების განმარტებაში ალბათ ჩვენ ნაკლებად უნდა ვეძებოთ სუბიექტივიზმი, უფრო უნდა ვეძებოთ ობიექტური ახსნა განმარტება. მე და ასე დაგიკონკრეტებდით ჩემს ბოლო ჩანართს ამ ინტერვიუს პროცესში ქალბატონ სალომეზე. ჩვენ საკმაო ხანი ვხედავთ მცდელობას ორივე მხრიდან, რომ დაალაგდნენ, იპოვონ საერთო ენა და სამწუხაროდ ეს შეჯერობით ვერ ხერხდება. ჩემი აზრით, ასე დროს პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი ალბათ უკვე უნდა გადაგდას ქალბატონმა სალომემ, რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ეს უკვე საკუთარი გუნდის შექმნაში, ვინაიდან ჩვენ საკმაო ხანი უყურეთ
მის მცდელობას, მის მცდელობას, ოპოზიციური პარტიების მცდელობას, რომ ერთმანეთისგან მიმავალი გზები ეპოვნათ. დღემდე ეს გზები არათუ ნაპოვნი არის, არამედ პერსპექტივას მეტად ბუნდოვანი არის. ამიტომ ჯობია, ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე ჩაეხსნას ამ თემას და იფიქროს საკუთარ ავტონომიურ დამოუკიდებელ გზას. მადლობა, ვიქტორ ყიფიანს, ჯეოკეისის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ირაკლი კულბახიძის განცხადება